საღამომშვიდობისა ბატონიკა, აი ოპოზიციის ლიდერები საუბრობთ იმაზე, რომ გაქვთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მიაღწიოთ შედეგს და გამარჯვებას. თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ ჩვენს და მაყურებელსაც, რას გულისხმობს ეს კონკრეტული გეგმა? თავარი რაც ჩემი აზრით არის სასიამოვნო აღსანიშნავი, არის ის ერთობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში. რაზე შევთანხმდით ძირითადად? ძირითადად ჩვენ შევთანხმდით ყური უგდოთ საზოგადოებას, ყური უგდოთ ხალხის ხმას და ზურგი არ შევაქციოთ საზოგადოებას. ის რაც იკადრა ხელისუფლებამ ივანიშვილის სახით შეუძლებელია დარჩეს ადეკვატური პასუხის გარეშე. უბრალოდ შეუძლებელია, აი შანსიც არ არსებობს ამისი. არ არსებობს შანსი იმისი, რომ ეს შერჩეს ნებისმიერ ხელისუფლებას. ივანიშვილი იქნებოდა, სხვაგვარის მატარებელი ადამიანი იქნებოდა, არ არსებობს. არც დემოკრატიულ, ასე თქვა, დასავლურ დემოკრატიაში მსგავს ადამიანს, მსგავს ხელისუფლებას, ოდესაც ამ და გვარი და ამ ხარისხის და ამ მასშტაბის ტყუილს შადის, ხო და აფრთხილს ხალხს სახეში, ხო, აი ამ ტყუილს უკალოდ არასოდეს არ ჩაუვლია და არც ჩაევლის. წინასწარ შემთხვევაში ხა მაშინ ჩვენ აქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა შევთანხმებული ყავით, რომ დემოკრატიულ, ასე თქვა, პროცესების განვითარებაზე პრეტენზია არასოდეს არ გქონდეს. მართლაც სამწუხაროდ ხელისუფლება არ მინდა უხეში ვიყო ყარს. ხელისუფლება დღეს ყარს ისევე როგორც აი ნებისმიერი წყალი დიდი ხიდით ჩამდგარი წყალი გუბეში როგორც ყარს, აი ისე ყარს ნამდვილად და ალბათ ივანიშვილს ვერ წარმოედგინა ის ერთობა, რომელსაც აქ ადგილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ოფისში უკანასკნელი დღეების განმავლობაში. არ ეგონა ალბათ რომ სხვადასხვანაირი ადამიანები, განსხვავებული ადამიანები, აქ ბევრჯერ ითქვა რომ ემოციურადაც მიუღებლები ერთმანეთისთვის, ხო? შევთანხმდებოდით ძირითადზე. შევთანხმდებოდით იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და სამართლიანი წესებზე უნდა იქნეს შეთანხმება მიღწეული და განსხვავებული იდეოლოგიების შეჯიბრობითობა და პაექრობა უკვე მერე ოპოზიციურ ლანდშაფტზე, არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ ვიღაცა სხვა პარტიამ ნაკლებად დააწმუნოს ამორჩეველი, რომ მას ნაკლებმა მიცეს ხმა, ისინი ეცდებიან, რომ ჩვენ ნაკლები ხმა ავიღოთ, ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ყველანი ვართ ისეთი შეკრულები, როგორც არასოდეს. ბატონიკა, თქვენ ძალიან მაღლა წერთ თამასას, ძალიან მაღლა წერთ თამასას, ხალხს ეუბნებით, რომ აუცილებლად შეძლებთ ამ დასახული მიზნების მიღწევას, რასაც ხვალაც იტყვით 3 საათზე საპროტესტო აქციაზე. თქვენ ძალიან კარგად გესმით ახლა, რომ თუ კი ამას ვერ შეძლებთ, უფრო დიდ ნიჰილიზმს დათესავთ ოპოზიციურ სპექტრში, ხომ? ამიტომ მითხარით კონკრეტულად როგორ აპირებთ ამ შედეგის მიღწევას, თუ კი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ მოთხოვნებს. თამასა აწია, დიახ, აუცილებლად კონკრეტიკით დავგავდები ახლა ვეცდები. თამასა აწია თავად ხელისუფლება. სხვა გამოსავალი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პარლამენტარიზმი მოკლა ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით, ასევე მთელი პოლიტიკური, ასე თქვა, ცხოვრება უნდა ჩაკვდეს მრავალი ათეული წლები რა. ეხლა არ არსებობს, ეხლა პოლიტიკოსი აღარ ეყოლება ამ ქვეყანაში. არ არსებობს. ეს ისეთი მასშტაბის ტყუილი იყო, დაახლოებით 2007 წელს, როდესაც ნოემბრის თვეში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება თანამდებობის და გადადგომის შესახებ, 2 დღეში რო გამოსულიყო კვლავ პირდაპირ ეთერში და რო ეთქვა, კი ვთქვი 2 დღის წინ, მაგრამ ბრძანებაზე ხელი აღარ მოვაწერე, გადავიფიქრეო რა მოხდებოდა, იგივე რა ხდება ახლა. ხალხი ხო აღარ მოხდებოდა, იგივე რა ხდება ახლა ფაქტო. აქ უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს. წინ მეწყერი ივანიშვილისთვის უკან წყალი. მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯი წინ გამარჯვებისკენ დიახ და ვაიძულოთ ხელისუფლება რომ ჩაინიშნოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები ტექნიკური მთავრობის მიერ, რაც გულისხმობს რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ნუ იქ აღარ საუბრობ CSKO-ს ხელმძღვანელობა რომ უნდა შეიცვალოს. დიახაც, არა ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რა საარჩევნო სისტემა და როგორი საარჩევნო სისტემა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი ნდობა არ არსებობს საზოგადოებაში და გულუყვილობა იქნებოდა იმისი თქმა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ კეთილშობილ კანონ პროექტსაც არ უყურებს როგორც მაკულატურას.
მით უფრო შორს წავიდნენ, ხო? არც გვაინტერესებს, აი ესე თავხედურად ამბობენ. იმიტომ სხვა გზა არ დარჩათ. ისეთ მორებში ჩაძვრნენ, სადაც თავხედობას, ხო, თავხედობას დაამატებენ და ფიქრობენ, რომ აი მე რაც მეტი თავხედობა, უფრო იქნებ მეტი გამოსავალი იყოს. ბევრი ცემით რკინაც გატყდებაო, ხო? ამბობენ და ივანიშვილი ცდილობს, რომ აი ესეთი უტიფრობით გავიდეს ფონს, მაგრამ არ არსებობს. გეთახმებით, ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, რომ არასოდეს არ შევქმნათ ისეთი მოლოდინი, რასაც მე ვერ ვაქცევთ რეალობად და საზოგადოებაში ეს იწვევს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ იმედგაცრუებას, მაგრამ ეს სრულიად სხვა შემთხვევარი. რუბიკონი გადალახული არის. აღარ დარჩა სხვა ლეგიტიმაციისგან დაცლილი ხელისუფლება არის, რომელიც ჩემის ღმერთმენით არის გაბანკროტებული, მას არ დარჩა არც ერთი მოკავშირე, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. და თუ კი რაიმეს იმედი აქვს, ვახო, ასევე ჩემი ღმერთმენით, ეს არის საზოგადოების უსუსურობის იმედი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ბატონიკა, აი რუსთაველზე ხვალ დაიწყებთ საპროტესტო აქციებს. იქ არის კარვები, ჩვენ ვხედავთ ამ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხანგრძლივი პროტესტისთვის ემზადებით. მით უმეტეს მოდის ზამთარი, აცივდა, ხომ ეს ყველაფერი ფაქტორებია. აქედან გამომდინარე, მე გეკითხებით, თუ კი ხელისუფლება მოითმენს იმას, რომ რუსთაველზე ეს აქციები იქნება, აი ხვალ ნახავს, რომ ვთქვათ ბევრი ხალხი მივიდა. შემდეგ გაგრძელდა ეს პერმანენტულად, კარვები დარჩა, მაგრამ არ შეიმჩნევს, ასე ვთქვათ, ამას პოლიტიკურად და იტყვის, რომ კი ბატონო, გაგრძელდეს აქციები, მაგრამ მე გავაგრძელებ ქვეყნის მართვას. აი აქ დისკომფორტი რა ექნება ხელისუფლებას დამატებით? მთელი პრობლემას მაგაშია, ქვეყნის მართვას არავინ არ აფუნქციონირებს დღეს. დღეს ჩემი გვაწმენთ ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს. ახლა სადღაცა ხო არსებობს სოფლიოში ცუდი ხელისუფლება, არსებობს კარგი ხელისუფლება, ჩვენთან არ არსებობს ხელისუფლება ქვეყანას მართავზე ჯერ კიდევ, უბრალოდ ვერ მართავს, მაგრამ მართვის ადავები აქვს ხელთ, ასე თქვათ, ადამიანს კრიმინალური მენტალობით რა, რომელიც არც ზნეობა, არც მორალი, არც პოლიტიკური ღირებულებები, არაფერი არ არსებობს. და ეს დაინახა უკვე თითქმის ყველა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მე ჯერა, რომ ეროვნული წინააღმდეგობას შეეჯახება ივანიშვილი. ივანიშვილი დაპირისპირებაში შემოვიდა ხალხთან. არ გეთახმებით, რომ იქ რაღაცა კარვები დაეცემა და უბრალოდ ბლოდინის რეჟიმში ვიქნებით, ეხლა რა ბარტყდა რომ ბარტყს განმოგიდოს ივანიშვილი. იქნება ძალიან აქტიური პროტესტი, კონსტიტუციაში ფარგლებში მოქცეულები ვიქნებით, მაგრამ ვიქნებით ძალიან აქტიურები, ყველა დემოკრატიულ მეთოდს გამოვიყენებთ და მერწმუნეთ რა, ეს არის რაღაცა ლაკმუსის ქაღალდია, ტესტია ერთგვარი საზოგადოებისთვისაც. და რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობა არის საჭირო და არა კეთილინების იმედზე ყოფნა ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილი და სალაპარაკო ჯერ ჩვენ არაფერი არ აქვს აბსოლუტურად. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებელია დაველაპარაკოთ მაშინ, როდესაც იქნება საუბარი ტექნიკურ მთავრობაზე, მთავრობა რომელიც მოახდენს მომზადებას. აი თქვენ ნახეთ ამბობთ, რომ არ გვაქვს სალაპარაკო არაფერიო. აი ახლა მე დავით ბაქრაძის განცხადება მიდევს წინ, ის ამბობს, რომ არ გამოვრიცხავ არც უმრავლესობასთან კონსულტაციებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა ოდნავ მაინც ადეკვატურად მოიქცნენ. აი თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ეს ადეკვატური საქციელი. ოდნავ ადეკვატურობა იქნება, ადამიანები აღიარებენ, ისედაც ეხლა დარწმუნებული ყველანი ხდებიან რა ღრმა კრიზისში არიან, აღიარება იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაზე ვერ მართავთ და კი ბატონო, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები და ამისთვის გამოთქვამენ, ასე ვთქვათ, მზაობას, ოღონდ წინაპირობა უმნიშვნელოვანესი ამის გარეშე არ არსებობს, მთავრობის გადადგომის საკითხი უნდა იქნეს განხილული მათთან ერთად, კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საუბარი და უდაუთხრა როგორ მიდიხარ, ანაირად მიდიხარ და ასე შემდეგ, ქვეყანა გადავიყვანოთ ნორმალურ რელსებზე. ისე სალაპარაკო რა გვაქვს? ჯერთვის არც გველაპარაკებიან, არც აქვს არანაირი სურვილი, ხო, ხედავთ ეხლა მათ განცხადებებს და ზემოთ ვახსენე, რატო იქცევიან ასე, იმიტომ რომ სხვა გზა მათ აღარ აქვთ დარჩენილი უბრალოდ და გონიათ რომ რაც უფრო იქნებიან მეტად უტიფრები აქ ხედავენ საკუთარ რაღაც შანსს გადარჩენისა. ეხლა მე ეჭვიც იმაში არ მეპარება რომ ქართული ოცნების დეპუტაციაში არაერთი დეპუტატია, რომელსაც ეხლა აი ჭირივით არ უნდა ის მანდატი. არ უნდა და ჯერა რომ რღვევა შიგნითაც გაგრძელდება. აი ერთ-ერთმა დატოვა დღეს საერთოდ მანდატი სოფო კაცარავას გულისხმობ ის წავიდა პარლამენტიდან. დიახ, ეხლა უნდათ არ უნდათ, ეხლა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მაგალითად ეხლა აი არ ვიცი რომელი ერთი არ მინდა გვარი და სახელი დავასახელო, ეხლა სახში რომ მივა მეზობელს, ოდესაც სადარბაზოში
შეხვდება ან ეზოში სანამ მანქანაში ჩაждდება, ქუჩაში გადაადგილდება, ანუ თვალს ვერ გაუსწორებს ვერცეთ მოქალაქეს. თავად ქართული ოცნების ხარდაჭერთა ნაწილი არის დაბნეული და ყველა მიხვდა რომ ქვეყანას მართავს ადამიანი კრიმინალური მენტალობით, რომელიც შორს არის დემოკრატიაზე საერთოდ, გვილოთ ვთქვათ, არის წმინდა წყლის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა ბიძინა ივანიშვილი. მას არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოებრივ ფასეულობებთან. ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია. ბატონიკა, აი დღეს ევროპულმა საქართველომ თქვა რომ პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომებს, ანუ პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებენ მუშაობაში, ნაციონალური მოძრაობაც იმავე გზას დაადგება? თქმა უნდა, რა მუშაობაში უნდა მივიღოთ? სად არის მუშაობა, სად არის პარლამენტი, სად არის საპარლამენტო ცხოვრება, ხო? არ არსებობს, ბუნებრივია, ეხლა რაზე უნდა, ვიზე უნდა ვიმსჯელოთ, ვისთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ, ან რა საკითხად დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, ხო? ქვეყანაში უნდა მიხვდეს, ეხლა ვინც უნდა მიხვდეს, ივანიშვილმა მიხვედრილია, რომ არის უღრმესი პოლიტიკური კრიზისი და იმედი აქვს, მაგრამ შანსი არ არსებობს იმისა, რომ ეს პროცესი მინელდება. ნუ არ არსებობს ღირსების საკითხიც ხო არის რა ვახო ეხა გააჩნია რა შეურაცხყოფას მოგაყენებენ სულში როგორ გაგაწნავენ სილას როგორ დაგამცირებენ და ყველას ერთად აბსოლუტურად ყველას ერთად რა რაღაცა სცენებს დგამდნენ საცირკო სცენებს მთელი ამ დღის განმავლობაში და ამ დღეების განმავლობაში და ეგონათ ეთყობა რომ აი ჩვენი პროპაგანდა აი ეს ჩვენი თვალთმაქცობა და ფარისევლობა დამაჯერებელი ვიღაცებისთვის მაინც იქნება ამაზე იყო ეთყობა გათვლა ხო ის ვერ გაბიდა ბიძინა ივანიშვილმა ზატვაკეთებდა. ხო შეიძლება და პირდაპირ გამოსულიყო და ეთქვა ბრიფინგი მოეწვია, ჩაეტარებია პირდაპირ ეთერში პრესკონფერენცია და ეთქვა რომ აი აღარ ვაკეთებ. მაგრამ ეს ვერ გაბედა. იმიტომ რომ იცის ამ ყველაფერს რა მოყვებოდა და ეცადა შემოვლით გაეკეთებია ისინი გაკეთებაც უნდა. მაგრამ ამ შემოვლითი ოკრობ-ოკრობ გზებით სიარულმა საერთოდ გადარია ქვეყანა ნამდვილად და მოთმინება გამოცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ამ მოთმინებასაც აქვს ფიალა, ლიმიტი ყველაფერს აქვს რა. ბატონიკა, რომ მინდოდეს. მესმის ერთი საკითხი კიდევ, ეს ეხება იმ ერთობას, აი ამ საკითხის პროპორციული არჩევნების გარშემო შექმნილი ერთობის, აი ძალიან ჭრელია ოპოზიცია, მაგრამ ის ერთმაგიდასთან აღმოჩნდა საბოლოო ჯამში პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით, თუმცა ამ მოთხოვნა მათაც იდენტური აქვს, უბრალოდ სხვაგან ატარებენ ხვალ საპროტესტო აქციას. ეს ერთობა რამდენად მყარია, თქვენ გესმით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ მის წინააღმდეგ რაღაც ფართო ალიანსი არ დაუშვას და ყოველთვის ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცა ტიპის ეს ერთობა დაშალოს სხვადასხვა საშუალებებით. რამდენად მყარია ეს ერთობა და გაუძლებს იმ გამოწვევას, რასაც ქვია მაგალითად ხელისუფლების სურვილი, რომ ასეთი სურათი აღარ ნახოს მომავალში. დიახ. იცით, შეუძლებელი არის ამ ერთობას გამოაკლდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი და ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი დარჩენ ქართულ პოლიტიკაში იმდენად ნათელი იქნება, რასთან იყოს საქმე. ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება და ჯერა რომ არავინ არ გადადგამს უხერხულ ნაბიჯს არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. წინ კი ბატონო, სწორედ ამაზე ვთანხმდებით. ეხლა ჩვენ ერთხელ შევკრები ვარ, მე-13 დღეა ზედიზედ აი ამ დარბაზში ვიკრიბებით, საიდანაც მე ეხლა ვახო თქვენ გერთვებით, ხო? არ იყო აქ მარტივი ატმოსფერო და არ იყო ის ატმოსფერო, სადაც იგრძნობოდა რომ ყველა გვიყვარს. ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სრული პრაქტიკულად იდილია იყო საკითხებთან დაკავშირებით. აი ამას მოხერხება ნამდვილად უნდა და მოახერხა და რაც არის ძალიან უცნაური სურათი ახლა კადრშიც სიმართლე გითხრათ ვერ ვიფიქრებდი ცოტა ხნის წინ რომ აი თქვენ უკან იქნებოდა პლაკატი წარწერით ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილი და თქვენ აქედან ამ ფონზე მე ჩამერთვებოდით მაგრამ ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათში იმ ჩავარდნილი კეჭისყრის შემდეგ ჩვენ აი ეს რეალობა მივიღეთ. კი ბატონო, აი ესე მოხდა რომ ბატონი კი ბატონო და ძალიან კომფორტულად გზნობ თავს ახლა ამ ოფისში ბატონი შალვა ნათელაშვილი ამერიკაშია, მე აგერ ვარ მის ოფისში და კომფორტულად გრძნობ თავს ნამდვილად რა. დიდი მადლობა. დიახაც, ეს არის დიახაც ღია დემონსტრირება ამ ერთობისა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს დავასრულებ, ალბათ ისიც ეგონა რომ ვიღაც ბევრისთვის მოქალაქეებს გულისხმობ ქვეყანაში ეს პროპორციული არჩევნები წარმოედგინა რაღაც ალბათ ეფემერული, იცი რაღაცაზე საუბრობა ვერ გავიგე, რაზე საუბრობენ ეს პოლიტიკოსები, მაგრამ აქ პროპორციული არჩევნები თავიდან ტყუილია, ტყუილის მასშტაბს აქვს მნიშვნელობა, ხო?
და ამას არავინ აღარ შეარჩენს და როგორ უტიფრობენ, ხო? აი, არც მოემზადეთ 2020 წლის არჩევნებისთვის ისე, როგორც ჩვენ გეუბნებით. ეხლა ბატონი კობახიძე რო გამოვიდა, ეხლა რაც უფრო მეტად გამოაჩენა ტელევიზიით ბატონ კობახიძეს, უკეთესია და ვასრულებ. რეალურად ივანიშვილი, ჩემის აზრით, მიხვდა, რომ ივნისის თვეში მან ძალიან დიდი სისუსტე გამოიჩინა, რაც მას არ მოეწონა, უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა როგორც ჩანს და რა გააკეთა, ხო ეს პროპორციული, რომელიც შეთავაზა და პირობა დადო, უკან წაიღო, გახარია დააწინაურა და კობახიძე რეალურად დღეს არის ისევ პარლამენტის თავმჯდომარე, ხო? ეხლა შეხედეთ, ვარსკვლავია, თუ კი ვინმე ხშირად ჩანს, ყველაზე მეტად ოცნების რიგებიდან ჩანს ბატონი კობახიძე, ხო? ამიტომ ეგონა რომ აი ესეც გამივა რა, გახარია, სადაც კობახიძე ეხლა ხდებოდა პირველი სტომები დაცვის წევრებთან ერთად დადიოდა პარლამენტის სტომათა დარბაზში. მისთვის იქ მოსვლა იყო ჯოჯოხეთი, ხო? და ნენელა ეხლა შეაგუა საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ აღსდგეს და იფიქრა რომ სადაც ამდენი ვითავხედე, აი ამ თავხედობაზე წავალ, მაგრამ იქ შეცდა, აქ შეცდა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურმა ოფისმა ეს დაადასტურა და საზოგადოება. დიდი მადლობა ბატონიკა. გაითავისა და ხვალ 3 საათზე ყველანი უნდა გამოვიდეთ და მაგარი დავაგუგუნოთ. ოღონდ შედეგზე ორიენტირებული გუგუნი უნდა იყოს და არა ჯოჯოს ზახელი მხოლოდ. დიდი მადლობა.